გამარჯობა. რამდენიმე 1000 წლის წინ, როდესაც ადამი და ევა აზრზე მოვიდნენ, პირველი რაც ხნეს, აიღეს ლეღვის ფოთლები და მიიფარეს არაპრეზენტაბელურ ადგილებზე. ამის მერე ადამის მოდგმა განვითარდა, ცივილიზაცია შორს წავიდა, ზოგი კოსმოსში გავფრინდა, ზოგმა თერმობირთვული რეაქციის მართვა ისწავლა, ზოგი ხელოვნურ კუნძულებს აშენებს და ეს ფოთლები ყველა მიივიწყა, გარდა 1-2 ქართველი გოგოსი, რომელიც ეხაზის ალბათ ხარშავს ამ ფოთლებს, მერე წაისვავს თავის უფრო დებილ დაქალს დაანახოს. დღეს ვისაუბრებთ წელიწადის ჯადოსნურ დროზე ზაფხულზე და მსოფლიოს ჯადოსნურ კურორტზე ქობულეთზე. ქობულეთი არის უნიკალური საზღვაო კურორტი, მსოფლიოს ყველა საზღვაო კურორტისგან განსხვავდება იმით, რომ სხვაგან ჩახვალ იქირავებ სახლს ზღვიდან 50 მეტრში და შენსა და ზღვას შორის არის მხოლოდ სკვერი ან სათამაშო მოედანი ან მხიარული ბავშვები დარბიან. ქობულეთში ჩახვალ იქირავებ სახლს ზღვიდან 50 მეტრში და შენსა და ზღვას შორის ყოველდღე ჩაივლის 9 მილიონი ტონა ტვირთი გრუხუნით, ღრჭიალით და სიგნალებით. მეცაც გეტყვით, ქობულეთი სხვა ქართული კურორტებისგანაც განსხვავდება. ურეკში თუ ისვენებენ მოხუცები და ბავშვები ძირითადად, ბათუმში ისვენებენ ახალგაზრდები და გართობა, ვისაც უყვარს, სარფში ჩადიან, ვისაც სუფთა წყალში ბანაობა უყვარს. ქობულეთში ჩადიან მხოლოდ ისინი, ვინც წინა წელსაც ქობულეთში იყო. ჩემ გვერდით ცხოვრობდა ერთი მაგარი ოჯახი. დედა იყო ფაშფაშა ზარმაცი ქალი. ზარმაცი ხერხემალი მაქო ამით ამართლებდა რომ ზარმაცი. ისეთი ზარმაცი იყო რომ ზღვაზე ჩადიოდა მარტო საღამოს. მოქცევა იყო ამ დროს და 2 მეტრით ახლოს იყო ზღვა. ამასთან. და ეს შვილი და ქმარი თელ დღე გარეთ იყვნენ. ბავშვი პლაჟზე იყო და მამა ბარში და ორივე კენჭებს აგროვებდა რა, ერთი ზღვასთან, მეორე თირკმელში. მეორე მხარეს ცხოვრობდნენ, ეროვნებას არ დავასახელებ, მაგრამ ჩემზე დიდი ცხვირები რო აქვთ, ხო და ერთხელ ეს ფაშფაშა ქალი გამოელაპარაკა იმ მეზობელი ეროვნების წარმომადგენელს რუსულად. და ვაკვირდები და ვერაფრით ვერ მივხვდი, სად ნასწავლი რუსულით ლაპარაკობდა ეს ქალი. სად შეიძლება ისაუბროს რუსული? ან ტელევიზორით, ან სკოლაში, ან რეპეტიტორთან, ან ბავშვობაში მანქანის ნომრებზე შეიძლება გესწავლა. ვაკვირდები და მე მივხვდი, როგორ ნასწავლი რუსული იყო, იცით? ქუჩაში რო რუსულად მოლაპარაკეს სასწორის აპარატები დგას, ხო იცით? Добро пожаловать, ребята. Займитесь физкультурой. აი ეგეთი რუსულად ლაპარაკობდა. Меня зовут Русико. საკითხია ეს საოჯახო სასტუმროები. არავის არ გიჩვევთ თუ 10 დღით მიდიხართ ზღვაზე, არ აიღოთ საოჯახო სასტუმრო, იმიტომ რომ პირველი ერთი კვირა რემონტი უნდა აკეთოთ. ჩემ ოთახში მაგალითად შესასვლელი კარი არ იღებოდა და ტუალეტს არ იკეტებოდა. იქით იდო მასპინძლის ფეხსაცმელი და კედელზე ეკიდა დიდი ბაბუის სურათი თოფით და ყაბალახით და ისეთი ეშმაკური გამოხედვა ქონდა ამ კაცს, რომ ვერ გაიგებდით ჩვენ მხარეს იბრძოდა თუ თურქების. ასეთ ტიპის სასტუმროებში განსაკუთრებით უპასუხისმგებლად არის მოწყობილი საკაბელო ქსელი ტელევიზიის. ხო გინახავთ, აი მეზობელი რო დაგაჯდებათ კაბელზე, რაც უნდა დაჩვენებს და იქ წარმოიდგინეთ ჯერ ქობულეთის კაბელი რა არის და ის არის გაყოფილი 18 ოთახზე. და 80% არის შიშინი ეკრანზე და 20 არის რაღაც სილუეტი, ესე წავა, მე ისე წამოვა, აი ამას უყურებ რა. ჩემ ოთახში მაგალითად მარტო 2 არხს აჩვენებდა. პირველი არხი იყო და რაღაც პორნო არხი და იძულებული ვიყავ მენახა ისევ ეს პორნო არხი. საჭმელებზე პრეტენზია ბევრს ქონდა იქ, რომ აი არის წერენ ეს ოფიციანტები და რას მე უთხარი ეს და მომიტანა ის და ასე შემდეგ. მე არავითარი პრეტენზია არ მქონია, იმიტომ რომ ვეუბნებოდი რომ ეს მინდათ ხო იმდენ ხანში მოქონდათ რომ მავიწყდებოდა რა მქონდა ნათქვამი და არანაირი საფუძველი აღარ მქონდა პრეტენზიის. მაშველი იყო მაგარი კაცი.
პლაჟზე. ცურვით კარგად ცურავდა, მაგრამ ახლო მხედველი იყო და ვერ ხედავდა ვინ იხჭობოდა. და მე ეგეთი რაღაცა მოიფიქრა, რომ ტივტივა გადმოატანინა ახლოს. წყალში რო შეხვიდა, სადღაც აქამდე რო იყო წყალი, უკვე ტივტივა იყო და იმის იქით პასუხს არ აგებდა. მოკლედ არ მომეწონა და რო ჩავედი და იმ დღეს მონეტა რო გადავაგდე ზღვაში რომ კიდე დავბრუნდეო, ბოლო დღეს თელ დღე იმას ვეძებდი რომ ამომეღო და ამოსულიყავ. ამიტომ წელს უკვე მივიღე გადაწყვეტილება, არ მიდივარ ქობულეთში. გადავწყვეტე წელს ვასიამოვნო ჩემ თავს, არ დავზოგო არაფერი და წავიდე ჩაქვში. როცა ჩამოვალ, მოგიყვებით. დიდი მადლობა.